მოგესალმებით. ეს არის Lowlex Solicitors და ამ ვიდეოში გავცნობთ პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს ბრიტანული სამართლის და იმიგრაციის ირგვლივ. თავშესაფრის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ყოფნის დროს. აეროპორტში ჩასვლისთანავე Border Force-თან აცხადებთ, რომ ითხოვთ თავშესაფარს. ასევე ქვეყნის შიგნით უნდა ჩაეწეროთ და მიხვიდეთ თავშესაფრის სკრინინგის განყოფილებაში. ცხადს აკეთებს ერთი მთავარი პირი, ანუ მთავარი აპლიკანტი, ხოლო მეუღლე-ერთაშვილები ეწარებიან როგორც დამოუკიდებელი პირები. მეუღლე-ერთაშვილები ეწარებიან როგორც ხოლო უნდა გაიაროს სათითაოდ რეგისტრაცია. პროცესი ასეთია: იღებენ თითის ანაბეჭდს, ასევე ფოტოს და გადიხართ პირველად გასაუბრებას, ანუ screening interviews, სადაც ადგენენ ვინაობას და მარშრუტს. ბრიტანეთის ტურისტული ვიზა, ანუ Standard Visitor Visa, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისათვის საკმაოდ რთული ასაღებია, რადგან საკონსულო ხშირად ეჭვობს, რომ აპლიკანტი დარჩება არალეგალურად. მთავარი კრიტერიუმი არის, რომ უნდა დაამტკიცოთ თქვენი აუცილებლად დაბრუნება თქვენს სამშობლოში. ასევე წარადგინოთ საჭირო დოკუმენტები. ესენია საბანკო ამონაწერი, ბოლო 6 თვის შემავალი დანაზოგი, ასევე ცნობა სამსახურიდან თქვენი პოზიცია, ანაზღაურება შობლების დასტური, ასევე კავშირი სამშობლოსთან, უძრავი ქონება, ქორწინება, მოწმობა, შვილები, სასტუმროს ჯავშანი ან მოწვევა ბრიტანეთიდან. დიახ, თუ თავშესაფრის მაძიებელს არ აქვს სახსრები, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს იგი. საცხოვრებელი თავდაპირველად ეს შეიძლება იყოს ჰოსტელი ან სასტუმრო, შემდეგ გადაყავთ ბინაში ან სახლში. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ აერჩიოთ ქალაქი ან უბანი, უმეტესად ლონდონის გარეთ ანაწილებენ. ასევე ბავშვებს აქვს სკოლაში სიარულის უფლება და უფასო ჯანდაცვის პროგრამა. სტოპის დაწერა გულისხმობს განაცხადის გატანას და შეიძლება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ თავშესაფრის მოთხოვნაზე და დაუბრუნდეთ თქვენს სამშობლოს. თუ როგორ უნდა მიუმართოთ აუცილებლად home office და ნებაყოფლობით დაბრუნების სამსახურს და ისინი დაგეხმარებიან ბილეთის აღებაშიც კი. რისკი გვაქვს, რადგან თუ განაცხადს გაიტანთ, ბრიტანეთში ლეგალურად ვეღარ დარჩებით და უნდა დატოვოთ აუცილებლად ქვეყნის ტერიტორია. ეს არის რეალურად ყველაზე ხანგრძლივი პროცესი, რადგან ინტერვიუები ნაწილდება ასე. ეს არის screening interview, ბარდებით თუ არა მაშინვე, ან ერთ ორ კვირაში, მეორე არის substantive interview, ანუ მთავარი ინტერვიუ და განიხილება თქვენი საქმის დეტალები და ინტერვიუს მოლოდინი შეიძლება რიგების გამო 2 წლამდეც კი გაიწელოს. პასუხის რო გვაქვს ის, რომ შეიძლება 1 თვეშიც მოვიდეს, 6 თვეშიც, 12 თვეში, ეს არის სრულად დამოკიდებული მათზე. ახლიდან ჩაბარება, ანუ fresh claim, თუ უარი მიიღეთ და ყველა სააპელაციო გზა ამოწურეთ, თავიდან ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ახალი და მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. მანამდე არ განიხილავთ და შესაბამისად, მაგალითად, როდესაც რადიკალურად შეიცვალა თქვენი ქვეყანის სიტუაცია და ასე შემდეგ, მსგავსი არგუმენტები მისაღებია. ღირს, მაგრამ ძველი ისტორიის თავიდან ჩაბარებას აზრი არ აქვს ყოფენ. აუცილებლად გჭირდებათ ადვოკატი ამისათვის, რომელიც შეაფასებს ახალ გარემოებებს და დაგეხმარებათ თქვენი პროცესის სწორად წარმართვაში. უარის შემთხვევაში გაქვთ გასაჩივრების უფლება, ანუ appeal ტრიბუნალში, განაცხადი უნდა გაკეთდეს უარის მიღებიდან 14 დღეში. თავშესაფრის საქმეებზე კი სასამართლო მოსაყრაფელი ხშირად არ არის, მაგრამ ადვოკატის ხარჯი საკმაოდ დიდია და თუ არ გაქვთ იურიდიული დახმარება, კერძო ადვოკატები დაახლოებით 1500-დან 5000 ფუნტამდე იღებენ. ხანგრძლივობა აქაც შეიძლება 6 თვიდან წელიწად ნახევრამდე გაგრძელდეს და გასტანოს პროცესმა. ეს არის თუ თქვენ საქმეზე გადაწყვეტილებას ელოდებით 12 თვეზე მეტი და ეს ლოდინი თქვენი ბრალი არ არის, ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ მუშაობის უფლება. შეზღუდვა გვაქვს, უფლებას გაძლევენ მხოლოდ სპეციფიკურ პოზიციებზე. სპეციალური ფორმა უნდა შეავსოთ, რომელიც უკვე არსებობს და გაიგზავნოს წერილი მეილით home office-ში. ტურისტული ვიზა არის მხოლოდ ვიზიტებისთვის. მუშაობა თუნდაც ანაზღაურების გარეშე, შეიძლება იყოს სტაჟირება, არის სავიზო რეჟიმის დარღვევა. შესაბამისად, გვაქვს სანქციაც. თუ დაგიჭერენ, გემუქრებათ დეპორტაცია და ბრიტანეთში შესვლის აკრძალვა, ანუ banned მინიმუმ 10 წლით. გვაქვს screening interview, აქ არის მთავარი პასპორტი, ან პირადობა, თუ გაქვთ სხვა საბუთები, უკეთესია, მაგრამ არა სავალდებულო. მთავარი ეტაპი და დიახ, ამ ეტაპისთვის უკვე უნდა წარადგინოთ ყველა მტკიცებულება. პოლიციის ოქმები, სამედიცინო ცნობები, ფოტოები, წერილები, რაც ამყარებს თქვენს ისტორიას. ეს ინფორმაცია არის ზოგადი ხასიათის და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას. საიმიგრაციო კანონები ხშირად იცვლება. ამიტომ კონკრეტული საქმისათვის აუცილებლად მიმართეთ ლიცენზირებულ ადვოკატს.